ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვებზე ვიზას და მასტერკარდის გავლენას შეამცირებს. რას ნიშნავს ეს? ეს გულისხმობს, რომ ახლა თუ მაგალითად ხელფასები გვერიცხება სწორედ ამ ბარათებზე, ვყიდულობთ პროდუქტებს, ვიხდით კომუნალურებს, ან მაგალითად ემიგრაციაში მყოფები გვირიცხავენ თანხებს სწორედ ამ ბარათებზე და ამ ანგარიშებზე, ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება და ეროვნული ბანკი შესაძლოა ემზადებოდეს დიდი საერთაშორისო ფინანსური სანქციებისთვის, რადგან თუ ისინი დასავლურ კურსზე გააგრძელებენ ასე საუბარს და გადაუხვევენ და ყველაფერს ჩაკეტავენ, როგორც ახლა იქცევიან და ანტიდასავლურ კანონპროექტებს მიიღებენ, რომელიც საზოგადოების რეპრესიებს ემსახურება, მაშინ შეიძლება ვიხილოთ უკვე საერთაშორისო სანქციები არა კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, არამედ მთლიანად ქვეყნის წინააღმდეგ და შესაძლოა საქართველო მოიქცეს დიდ ფინანსურ საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან გამოირიცხება, შესაბამისად საერთაშორისო ბარათებით სარგებლობასაც მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ და იქნება ისეთივე სიტუაცია, როგორიც არის მაგალითად ირანში ან რუსეთში, სადაც საერთაშორისო გადარიცხვები აღარ ხორციელდება და არსებობს მხოლოდ შიდა მოხმარების ბარათები, მაგალითად რუსეთში არის ასეთი მირი და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე და ადგილობრივ მაღაზიებში იყენებენ მოსახლეობა ამ ბარათებს. ახლა ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ ეროვნული ბანკი ქართულ ოცნებასთან ერთად მოსახლეობას აჩვევდეს იმ აზრს, რომ ერთ დღეს შესაძლოა საერთაშორისო გადარიცხვებით ვეღარ ისარგებლონ. რუსეთში 2015 წელს გადავიდნენ ამ სისტემაზე, მას შემდეგ რაც 2014 წელს შვიდიმისში შეჭრის შემდეგ დაეწესათ სანქციები რუსულ ბანკებს და ერთადერთი ალტერნატივა ქვეყანას, როდესაც ის არ არის ინტეგრირებული საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში, რჩება, რომ თავისი შიდა სისტემა გამართოს. შიდა სისტემის გამართვა მხოლოდ რა თქმა უნდა იმუშავებს ადგილობრივ ვალუტაზე, ქართულ ლარზე ვთქვათ, ისევე როგორც მირი მუშაობს მხოლოდ რუსეთში და რუსულ რუბლზე. ყველაზე ნეგატიური სცენარი თეორიულად არის ის, რომ თუ ჩვენ შევეზღუდებათ ცნობა ვიზა და მასტერკარდის ბარათებზე, ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ჩვენთვის ახლა ყოველდღიურობა არის, ეს მარტივი გადახდები, უცხოეთი რაღაცების გამოწერები, რაღაცა სხვადასხვა სერვისების სარგებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს საფრთხე შეექმნება, მათ შორის ჩვენი ბარათებით უცხოეთში ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა. ვიზას და მასტერკარდის შეზღუდვის იდეას მხარს უჭერს ვაკო თურნავა. ვაკო თურნავა არის ქართული ოცნების დეპუტატი და ასევე ირკვევა, რომ ის არის ნათია თურნავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათესავი. შესაბამისად, ეკონომისტები საუბრობენ ნეპოტიზმსა და ასევე კორუფციულ ინტერესზე და ასევე ინტერესთა კონფლიქტზე, რადგან ვაკო თურნავა არის ქართული ოცნების დეპუტატი და ის არის ასევე კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც სწორედ ციფრულ გადარიცხვებზე მუშაობს, ანუ კონკურენტია ვიზას და მასტერკარდის საბარათე სისტემის და ის ლობირებს სწორედ იმ აზრს, რომ შეიზღუდოს ასეთი ბარათები. გარდა ამისა, მაშინ როცა ის არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახლობელი, ამ შემთხვევაში ეკონომისტები ამბობენ, რომ შესაძლოა ვიხილოთ ისეთი სცენარი, როდესაც შეიზღუდება საერთაშორისო კომპანიები, საერთაშორისო საბარათე სისტემები და ეროვნული ბანკი მოარგებს გარკვეულწილად რეგულაციებს ისეთ კომპანიებს, სადაც შესაძლოა ხედავდნენ საკუთარ ინტერესს სარგებელს და ამ შემთხვევაში ვაკო თურნავას მაგალითი არის იმის დადასტურება, რომ შეიძლება ვიხილოთ ერთი კომპანიის, საერთაშორისო კომპანიების შეზღუდვის მაგალითზე თურნავას კომპანიის ლობიზმი. ვაკო თურნავა წარმოადგენს კომპანიებს, რომლებიც აი ამ სწრაფი გადახდების სისტემებზე მუშაობენ და პრინციპში არიან ვიზას და მასტერკარდის კონკურენტები. შესაბამისად, პირველი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უშუალო ინტერესი გააჩნია ჩემი ვარაუდით ამ ადამიანს. ღია ბანკინგი არის კარგი ინიციატივა, თუ აქ ექნება ადგილი ნეპოტიზმს და თუ აქ ექნება ადგილი
ინტერესთა კონფლიქტს, რა თქმა უნდა, ამან შეიძლება პირიქით საბოლოო ჯამში უარყოფითად იმოქმედოს. აყენებულად ღია ბანკინგის განვითარებაში ან ფინტექის განვითარებაში ცუდი არაფერია, ცხადია, კარგი არის ეს ამბავი. მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული კონტექსტი, ხო? როცა ვაკო თურნავა იწყებს ამაზე ლაპარაკს, რომელიც ახლონათესავი არის პრინციპში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, რომელსაც ვაკო თურნავას აქვს თავისი პირადი ინტერესი კომპანია აქვს, რომელთაც შეუძლია ისარგებლოს, ხო? ანუ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ვიზა და მასტერკარდი ცუდია, ისინი ფულს აკეთებენ, გარკვეულწილად იმას ემსახურება, რომ ნიადაგს ამზადებენ, რომ დაგბლოკონ, უფრო მზად შეხვდეს ამას საზოგადოებრივი აზრი. ღია ბანკინგის გავრცობა და განვითარება ეკონომისტების თქმით ცუდი არ არის, თუმცა აქ მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომ შესაძლოა კონკრეტული ადამიანის ინტერესებს მოერგოს ერთი მხრივ ეროვნული ბანკი და რეგულაციები ასე შეიმუშაოს და მეორე მხრივ შიშობენ, რომ ხომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს ქართული ოცნების სინქრონულად მოქმედება ეროვნულ ბანკთან საერთაშორისო დიდ სანქციებს, რომელსაც შესაძლოა საქართველოს დაუწესონ სწორედ ანტიდასავლური კურსის გამო, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს.